სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას სტუმრობს. საქართველოს ეკლესიის მეთაურს სლესის ციხესთან სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მრევლი დახვდა. აქ შეკრებილი თითოეული ადამიანი დღევანდელი დღის გამორჩეულ მადლსა და განსაკუთრებულ სიხარულზე საუბრობდა. ძალიან დიდი დღე არის ჩვენთვის პატრიარქის სტუმრობა ჩვენ რეგიონში და ეს სასიხარულოა არა მარტო ჩემთვის პირადად, ამ მთელი მოსახლეობისათვის და ამის დამტკიცება იქნება, როდესაც პატრიარქი გაივლის მთელ გზაზე მოსახლეობა ახაც ელოდება და დიდი სიყვარულით შეხვდება. ეს არის დიდი გამოხატულება იმ სიყვარულისა, რომელიც მისი უწმინდესობის მიმართ აქვს ჩვენ მრევლს და საერთოდ მოსახლეობას. ჩვენი კულტურის, ჩვენი რელიგიის ჩვენი ყოფის აკვანი ყოველთვის დაირწა სამხრეთ საქართველოში. პირველი ქრისტიანები იყვნენ მესხები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ როგორც ისტორიულად, ისე დღეისათვის ჩვენი პატრიარქის, მისი უწმინდესობის ყურადღება არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს მრევლი გზადაგზა ხვდებოდა. საქართველოს ეკლესიის მეთაური ახალციხის წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ეკლესიაში მიბრძანდა. კათოლიკოს პატრიარქმა ტაძარი მოილოცა და შეკრებილები დალოცა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. მე ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები ამ ტაძარში, რომელიც შენდება ღვთისმადლით, მალე დამთავრდება. აშენებს ივანიძის ოჯახი და მე მინდა დავლოცო ბატონი ვასილი ნათელში ამყოფოს მისი სული და მე მინდა დავლოცო მისი ოჯახი და ყოველი ადამიანი, რომელიც მონაწილეობს ამ ტაძრის მშენებლობაში, უპირველეს ყოვლისა ბეუფე თეოდორე, რომელიც ასე თავდადებულად იღწის ამ ეპარქიაში. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზე ციერმა და ღმერთმა, მალე მოგვასწროს მისი კურთხევა და დამთავრება. ჩვენთან არის ღმერთი. არც დაიყოს. სამცხე-ჯავახეთში პატრიარქის ჩამობრძანება არის დიდი მადლი ჩვენთვის, მრევლისათვის, განურჩევლად სარწმუნოებისა თქვენ შეხედათ ადამიანები მობრძანდნენ, რათა მიიღოთ მისი ლოცვა, კურთხევა და მადლი. დღეს ახალციხეში ჩამობრძანდა პატრიარქი, რომელმაც დაგულოცა და ძალიან გახარებულები ვართ, რომ 2-3 დღის განმავლობაში პატრიარქი ჩვენ კუთხეში იქნებოდა და დალოცავს ყველა ჩვენ მოსახლის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს ეპარქიის ტაძრებს მოილოცავს. როგორც ცნობილია, 13 მაისს აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც ამჟამად სხალთის ეპარქიაშია დაბრძანებული, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში მიბრძანდება. სავედრებელ პარაკლისს საქართველოს ეკლესიის მეთაური აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღავლენს.